მაცხოვრის სიგავები, რასაც ჩვენ განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამისი კარგად გააზრება და არა მარტო გააზრება, არამედ აი ჩვენი ცხოვრების წესად დანერგვა იმ ზნეობრივი თუ სულიერი ღირებულებებისა, რასაც ჩვენ გვისმენთ, ეს ჩვენ ცხოვრებას აი ისე გარდაქმნის, რომ ადამიანი ღმერთთან უფრო ახლოს იქნება და ღმერთთან თუ ახლოს იქნება, ეგ ნიშნავს, რომ უფრო მეტად გახარებულიც იქნება, ბედნიერიც იქნება. გესმით? ღმერთთან ახლოს ყოფნა არის დიდი ბედნიერება. თუმცა ეს ჩვენი მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, საკუთარ თავზე მუშაობას, შრომას, საკუთარი თავის იძულებას. მოდი, სანამ თქვენ შეკითხვებს წავიკითხავდე. აი ჯიბეში ჩავიდებ, რომ დამავიწყდეს. მოდი განვიხილოთ, ეხლა ეს ხატი კარგად არ ჩანს, მაგრამ ესე იგი, ასეთი იგავია, მე-11 ჟამის მუშაკი. მაცხოვარი ყვება ასეთი იგავს. ერთი სახლის პატრონი დილა უთენია, პირველ ჟამზე გამოვიდა მუშაკების დასაქირავებლად. პირველი ჟამი საიდან ითვლება, იცით? იქიდან კი არა ადამიანი რომ გაიღვიძებს. დღე აქედან კი არ იწყება. ზოგი 12 საათზე იღვიძებს, ზოგი პირველზე, ზოგი შეიძლება 9-ზე, მაგრამ აქ ითვლება დილის 6 საათი. აი მზე რო ამოდის. ზაფხულში მზე კიდე უფრო ადრეც ამოდის, ხო, მაგრამ დაახლოებით ესე. პირველი ჟამი ბავშვებო არის დილის 6 საათი. აი გამოვიდა პირველ ჟამზე, გავიდა და ეს იგაურად მაცხოვარი იგულისხმება ამას შემდეგ ვიტყვით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოჯახის პატრონი გამოვიდა დილის 6 საათზე და აი აქ ვინც ხედან ახლა წარმოიდგინეთ, მშობლებზე არ ვამბობ, რო არა ისეწყდეთ. ბავშვები, პირველი ჟამის მუშაკები არიან, დაიქირავა ამ სახლის პატრონმა და უთხრა, წამოდითო ჩემს ვენახშიო და დღის ბოლოსო 1 დინარს მოგცემთ. ესენი სიხარულით წავიდნენ, დაიწყეს შრომა. შემდეგ ამ სახლის პატრონი გამოვიდა მესამე ჟამზეც, ანუ დღის 9 საათზე. შემდეგ მე-6 ჟამზე, მე-9 ჟამზე, ანუ დღის 3 საათზე და უთხრა იქ მდგომებს. ეხლა ამათ უთხრა, წამოდითო და თქვენ რაც გერგებათო, იმას მოგცემთო. ესენი წავიდნენ და ამ ვენახში დაიწყეს შრომა. ვენახი იმედია იცით რაც არის, ხო? ბოლოს გამოვიდა მე-11 ჟამზე, აი მე-11 ჟამის მუშაკი ქვია ამას, ამ იგავს. გამოვიდა მე-11 ჟამზე, წარმოედგინეთ, საღამოს 5 საათია, 6 საათზე რჩება შრომა, ანუ 1 საათით ადრე, ვიდრე დამთავრდებოდა ეს შრომა. გამოვიდა და ეუბნება, აი ახლა ამათ ეუბნება, თქვენო მთელი დღე აქ რო დგეხართო, უქმათო, რატო ხარ მთელი დღე ასე უქმათო და ბატონო, ჩვენ არავინ არ დაგვიქირავაო. და ამიტომაც მთელი დღე უქმათ ვართ. და მათ უთხრა, წამოდითო თქვენ სიშრომეთო და რაც გერგებათ მოგცემთ. ესენი წავიდნენ. გავიდა 1 საათი იშრომეს და ბოლოს ამ ბატონმა, სახლის პატრონმა უთხრა თავის სახლის გამგებელს, მოურავს ესე რო ვთქვათ. მნეს, სხვაგვარად ასეც კი. დაუძახეო მუშაკებსო და აუნაზღაურე ყველას რაც ეკუთვნით. მოვიდნენ პირველ რიგში მე-11 ჟამის მუშაკები. აი ესენი მოვიდნენ აქ რო არიან და ამ სახლის ბატონმა მისცა თითო დინარი. 1 დინარი მისცა. ახლა ესენი პირველ ჟამზე მოსულები ფიქრობენ რომ რა კარგიაო. გაუხარდათ თუ ამათ 1 დინარი მისცა 1 საათი რო იშრომესო, ჩვენ ალბათ უფრო მეც მოგცემსო. ეგრე არ არის? წავიდეთო ბიჭებო, შენ რა ქვია? ლაზარემ უთხრა, წავიდეთო ახლა. ალბათ 12 დინარს მოგცემს ჩვენო და კარგი დიდი პარკები მოვიტანოთ, ან რაღაცა ჩანთებიო რომ შევძლოთო რომ წავიღოთო, ესე იგი ჯიბეში შეიძლება არ ჩაგვეტიოსო. წავიდნენ მოიტანეს დიდი უშველებელი პარკები, რომ იმედი აქვს რომ ესენი ბევრს მიიღებენ, იმიტომ რომ თუ 1 საათის გამო ამათ 1 დინარი მიიღეს, ფიქრობენ რომ ეს.
მოვიდა ამათი დროც და ამათაც ერთი დინარი მისცეს. ეხლა ესენი აბუზგუნდნენ, როგორ იქნებაო? ჩვენო მთელი დღის სიმძიმე და სიცხე ვიტვირთეთო. და ამათ კიდე მხოლოდ 1 საათი ისრომესო და ჩვენ როგორ გაგვათანაბრეო მაგათთან. და ბატონმა უთხრა რომ თქვენო ხო 1 დინარად მოგირიგდითო, ხო 1 დინარად მოგირიგდათ. ხო და რა გინდათო თქვენო რაც გეკუთვნით აიღეთო და წადითო. მე თქვენს მიმართ უსამართლო არ ვარო ამ ბატონმა უთხრა. მაგრამ მე თუ მინდაო რომ წყალობა გავიღო აი ამ ბოლოს მოსულების მიმართაცო. განა ჩემს ხელში არ არის ჩემი საკუთრება, როგორც მინდა ისე გამოვიყენებ. სულაც რომ არ ეშრომა ადამიანს და ისე მიეცა ვიღაცისთვის ის 1 დინარი. ამათ ვინ კითხავდათ? ხომართალი. ეხლა ის იგავურად ნახე რას ნიშნავს და ეხლა ის დიდი პარკები ტყუილად რომ მოიტანეს, იძულებულიყვნენ დაეკეცათ და წაეღოთ ისეც არის. ეხლა იგავურად ნახეთ რას ნიშნავს. ამ სახლის პატრონი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა დროს მოუწოდებს, მოუხმობს, რომ გაყვნენ ადამიანები. დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება. სხვადასხვა დროს მოსულებში ჩვენ ვიგულისხმებით ადამიანები. აი მაგალითად პირველ ჟამზე მოსულებში ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს? არიან ბავშვები, რომლებიც მშობლებმა თავის დროზე მონათლეს. ანუ მე-40 დღეს მონათლეს. მე-40 დღეს მონათლა ნიშნავს თავის დროზე მონათლას. 51 დღე უკვე დაგვიანებაა. და ასე შემდეგ. იმის მერე სულ დაგვიანებულია, მაგრამ ახლა იმას კი არ ნიშნავს დავუშვათ 3 წლის ამ თუ გააცნობი არა მშობელი ხა 3 წლის ბავშვი ყავს და გააცნობი არა რომ თურმე მე-40 დღეს უნდა მოენათლა იმის გამო რომ დააგვიანდა განასაერთოდ აღარ უნდა მონათლოს. უნდა მონათლოს, მაგრამ ჯობდა მე-40 დღესვე მოენათლა. მანამდე მე-8 დღეს მიყავთ ბავშვი სახელის დარქმევის ლოცვას მღვდელი უკითხავს და საეკლესიო წესით სახელს არქმევენ. მერე მე-40 დღეს მიყავთ ნათლავენ. მერე ხშირად აზიარებენ ამბავს. ეგ ნიშნავს რომ ის პირველ ჟამზევე მოვიდა. უფალმა მოუწოდა და მშობლების მეშვეობით ის მოვიდა. ვიღაც შეიძლება აი თქვენ სასახში პირველად თქვა ახსარება, პირველად ეზიარა, ლოცვა პირველად წაიკითხა, გესმით? ვიღაც შეიძლება აი მე მაგალითად პირველად რომ ახსარება ვთქვი და ვეზიარე მე-11 კლასში ვიყავ. თქვენ ხა პატარაობიდანვე გაქვთ ამ ყველაფერთან შეხება, გესმით? ვიღაც შეიძლება უკვე დაოჯახებულია, ვიღაც უკვე მოხუცებულია, ამ დროს მიიღო ქრისტეს ნათელი, ანუ ამ დროს შეუდგა ქრისტეს გზას. და ვიღაც სულაც ხდება ხოლმე ესე რომ ავადმყოფი რო არის ადამიანი, მოძღვარს დაიბარებენ, იქნება მოხვიდეთ ახსარება თქვას სნეულმა რომ უზიარებელი არ წავიდეს. და ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ ჩვენ გვიზიარებია ავადმყოფი, ახსარება უთქვავს, აი პირველად ცხოვრებაში გარდაცვალების წინ და აი მალევე გარდაცვლილა. ანუ ეს არის მე-11 ჟამის მუშაკი. შეიძლება ვიღაცა გვიან მივიდეს, მაგრამ უფალს ამისი ცხონებაც უნდა. აი ყველას ცხონება უნდა, ყველას გადარჩენა უნდა და 1 დინარი სათა სასუფეველს განასახიერებს. უფალი შენ მარადიულ სიხარულს კვირდება. ოღონდ შენ როდესაც მოგიწოდებს უფალი, იქიდან უნდა გაყო. ეხლა მაგალითად ვინც პირველ ჟამზე მოვიდა და აი შუა დღემდე რო ემუშავა, დღის 3 საათამდე. ხო გამოვიდოდა რომ 9 საათი იმუშავა. და მერე წასულიყო, დაენებებინა, აი დავიღალე ეთქა და აღარ მინდა მუშაობა და წასულიყო. აი ამან რომ 9 საათი იმუშავა, ეს ვერ მიიღებდა ამ 1 დინარს. იმიტომ რომ ამ დინარის გადახდა ხდებოდა ბოლოს. გესმით, დღის ბოლოს. და აი ამათ 1 საათი რო იშრომეს, ესენი მიიღებდნენ. ისე რომ თუ ადამიანი ქრისტეს გზას შეუდგება და ცხოვრების ბოლომდე, აი როგორც იტყვა, ბოლო ამოსუნთქვამდე ქრისტეს ერთგულებით გაატარებს, მას მარადიული სიხარული ელოდება. ნიშნულობა იმას კი არ აქვს, შენ მოხუცებულობაში დაიწყე ახალგაზრდამ თუ სულაც ბავშვმა. ნიშნულობა იმას აქვს, შენ როდესაც დაიწყე ქრისტიანული ცხოვრება, აი იქიდან ბოლომდე უერთგულო უფალს. გესმით?
ისე რომ აი დავუშვათ ვიღაცა პატარა ბავშვი იყო, გაიზარდა უკვე მოხუცებულია და მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს. და ეს მართლაც იოლი არ არის, აი როგორ არის შედარებული მთელი დღის სიცხე და სიმძიმე ვიტვირთეთო. მართლაც ქრისტეს უერთგულო, მოგიწევს რაღაცებზე უარი თქვა. და მაგრამ ესეთი ვინც აი ამ ქრისტიანულ ცხოვრებით მოხუცებული შეიქმნა და უკვე ამდენი წელი ასე ცხოვრობს, ვერ იტყვის სხვა მოხუცზე, რომელმაც გუშინ ირწმუნა ქრისტე, რომ ესეც უნდა გადასცეს, მე მთელი ცხოვრება უფალს ვსახურები და მეც უნდა ვცხონდე და ესეც უნდა ვცხონდეს. ანუ აი როგორც ესენი ამბობდნენ, ხედავთ, რატო გაგვითანა ბრამად, ბოლოს მოსულებს. განაჩენ უფრო მეტი არ ვიშრომეთ, მაგრამ ღმერთს უნდა რომ ყველა გადარჩეს. და ყველას მიმართ ასეთი გულმოწყალე არის. და მნიშვნელობა აი იმას ენიჭება, რომ შენ როცა მოგიწოდა უფალმა იქიდან ბოლომდე უერთგულო. ეხლა ნახეთ, ქრისტიანულ ცხოვრებას რო ვამბობ, ეს ის კი არ არის, რომ დაუშვათ აი მე შეიძლება ტაძარში მოვდიოდე, ლოცვას ვამბობდე, შეიძლება კიდევაც მარხულობდე. ამათ რა უნდა ეკნათ მუშაკებს? უნდა ეშრომათ აი ამ ვენახში, ხო მართალი? ეხლა ეს ვენახი რა არის, ეს ბაღი რა არის? ეს არის ჩვენი გული. ადამიანი უნდა თავის გულში აკვირდებოდეს რა ხდება. იქნებ რამე ცუდი შეიპარა იქ. იქნებ რამე რომელიმე ხე გახმა, რომელიმე ჩვენი კარგი თვისება გახმა და აღარ გვაქვს. ეხლა მაგალითად ადამიანი რომ მუშებს დაიქირავებს, თუ წავიდა და ესე შორიდან უყურებს იმ ბაღს და არ შევა და ხელს არ გაანძრევს იქ, ეგ შრომა იქნება? შრომა არ იქნება. თუ ადამიანი თავის გულშიც არ შევა, თავის გულს არ განიხილავს, არ დაათვალიერებს, იქიდან თუ რამე ცუდია, ის ეკლები თუ რამე ცუდია, არ ამოძირკვავს, ანუ ცუდ თვისებებს ადამიანი. თუ კარგ თესლს არ ჩაყრის, კარგ მცენარებს, ანუ სათნოებებს არ აღმოაცენებს, ეგ ნიშნავს, რომ არ იშრომა. გესმიდა? ქრისტიანული ცხოვრება აი ეს არის, რომ იმუშაო ადამიანმა საკუთარ თავზე. შენი თავი შეიცნო, შენი გული შეიცნო, როგორია, რა თვისებებია და იქიდან თუ რამე არ მოგწონს, ახსარების მეშვეობით გამოდევნო, ლოცვით, მარხვით და იქ ჩათესო ის კარგი თვისებები. ჩათესო მოწყალება, ჩათესო მიმტევებლობა, ჩათესო ის რომ უწყინარი იქნები მაგალითად, ყველაფერზე არ გაიბუტები და არ გწყინს. ჩათესო ის რომ თანამდგომი იქნები, გაიზიარებ ადამიანის ტკივილებს, არავის არ დასცინებ და უშუალოდ პირიქით მიეხმარები, წაქცეულს წამოაყენებ. აი ეს თვისებები თამდაბლობა, მორჩილება დათესო. და თუ ადამიანი ასე იშრომებს, მაშინ მას ელოდება მარადიული სიხარული. თუ უბრალოდ მოვა და მექანიკურად დადგება ტაძარში და ახსარებასაც მექანიკურად იტყვის მარტო იმიტომ რომ აზიარონ, ეგ ნიშნავს რომ ის არ შრომობს თავის გულში. აი ყოფილა შემთხვევები რომ ზოგიერთი ბავშვი თქვენგანიც სამწუხაროდ მათ შორის ყოფილა რომ აი აქ მოდის, აქ რაღაცა ფურცლის ნაგლეც იპოვის და მთელი ერთი კვირის თუ რამ არ მოსწონდა თავის თავში უნდა რომ აქ ჩამოწეროს. ეგ თავის მოტყუებაა ბავშვო, ეგ ახსარება არ არის. ახსარება იცი რა არის? აი დღის ბოლოს შესაყვარებ ტელეფონს რო გადადებ და იმ ფურცელს მოიმარჯვებ და დაფიქრდები, ნეტა მე დღეს რამე ხო არ გავაკეთე ისეთი, რაც ღვთისმცნებას არ მიესადაგებოდა. და გაიხსენებ დილიდან საღამომდე, როგორ გაატარე ის დღე, როგორ ესაუბრე ადამიანებს, როგორ მოეკეცი ადამიანებს, როგორ იფიქრე ადამიანებზე. და თუ რამე არ მოგეწონება შენს თავში, ანუ თუ ვინმეს ისე მოეკეცი, შენ რომ არ მოგეწონებოდა, აი მას იტყვი, რომ დღეს მე ვიღაცას დავცინე. დღეს მე ვიღაცაზე უკეთესი მეგონა ჩემი თავი. დღეს მე ვიღაც მოვატყუე, ვიღაცას უხეშად მივმართე, ან სხვა ამგვარი, რაც იქნება მოკლედ რა. აი ეგ იქნება ახსარება და მე მეორე დღესაც იგივეს გაგეთებ. ეგ ნიშნავს, რომ იმ დღეს შენი გულის ბაღს ათვალიერებდი. რამე ჭია ხო არ შეიპარა და ხო არ აფუჭებს იქ რამეს. და თუ ყოველდღე მაგას გააკეთებ, ეგ ნიშნავს, რომ შენ შრომობ აი ამ შენი გულის ბაღში. და კვირის ბოლოს უკვე აღარ დაგჭირდება ფურცლის ნაგლეჯების ძებნა,
საკვირაო სკოლაში, რომ აი აქ მოდი ჩემი ისინი დავწერ, რა უნდა გაიხსენო იმ 5 წუთში. ეს ძალიან ზედაპირული იქნება. ეგ ნიშნავს, რომ შენ ბაღს შორიდან გადახედო და თუ რამე ისეთია უხეშად ის შეამჩნიო. იქ პატარ-პატარ რაღაცებს ყოველ შეამჩნიო. ამიტომაც აი ჩვენ თუ გვინდა რომ აი მივიღოთ ის რაც უფალმა აღუთქვა თითოეულ ჟამს მოსულ მუშაკებს მაშინ ჩვენ უნდა ვიშრომოთ ჩვენი გულის ბაღში. ზოგჯერ ადამიანმა არც კი იცის როგორი გული აქვს. არ აკვირდება და იმიტომ არ იცის. რომ წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი, ასეთი წინასწარმეტყველი იყო ძველ აღთქმაში, ასეთ რამეს ამბობს. რა მდგომარეობაშიც ადამიანს გარდაცვალება მოუსწრებს, იმ მდგომარეობით წარდგება ის ღვთის წინაშე. შეიძლება დიდი ცოდვილი იყავი მანამდე, მაგრამ შეინანე დადექი სიწმინდის გზაზე და აქ თუ მოგიწია გარდაცვალება, ეგ ნიშნავს, რომ შენ ღმერთი მიგიღებს როგორც მონანულს, თუნდაც ბოლოს მისული. აი, იყო ერთი ასეთი შემთხვევა, ჩვენთან აქ სადგურზე მოხდა, ერთ-ერთი მრევლის წევრი მოვიდა და მეუბნება, რომ მისი ნათესავი ძალიან ავათ არის, ესე იგი, და გარდაცვალების პირას არის. მაგრამ მე უთხარი შევთავაზე, რომ ხო არ უთხრათ, რომ ან ახსარება თქვას, ან ეზიაროს. ზოგჯერ ადამიანებს ეშინიათ ხოლმე, რომ როგორ უთხრა ეხლა ჩემს ავადმყოფ ადამიანს, რომ აი მოძღვარი მოვიდეს და გაზიაროს, იქნება შეეშინდეს მე და იფიქროს, რომ აი უნდა გარდავიცვალო. და ავადმყოფმა გარდაცვალების პირას რა უნდა იფიქროს? პირიქით ეგ უნდა იფიქროს, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო. ამიტომ მოუნანიებელი არ უნდა წავიდე. თუმცა ეგ რა თქმა უნდა ისე კი არ უნდა უთხრა შეაშინოს. ან სულაც უნდა უთხრა ეს საკურნებელია შენი სულისა და ხორცისა და ეს მართლაც ესეა. ადამიანისთვის ეს საკურნებელი. ეზიარება არ ნიშნავს, რომ ეზიარები უნდა გარდაიცვალო. რამდენი შემთხვევა ჩვენ ახლა ყოველ კვირა ვეზიარები და კვირაში რამდენჯერ. და მოვიდა ეს ქალბატონი და ვეუბნები შევთავაზე ვაზიაროთ და ის ამბობს, არაო მამო, ეგო მთელი ცხოვრებაო, ღმერთს გმობდაო, სასულიერო პირებს განიკითხავდაო, არ ენდომება ახსარებაო. მაგრამ მე რაღაცნაირად ესეთი აზრი მომივიდა თავში, რომ ტკივილი ადამიანს ცვლის მაინც. მოდი მეთქი, მაინც შევთავაზოთ, ამდენი ხანია რომ ავათარი და ტკივილები აქვს, შეიძლება რაღაცა შეიცვალა ამ ადამიანში. და მართლაც ესე მოხდა. რომ მივედით, კიო, თქვა, მოვიდესო მოძღვარი, რომ მივედით, თქვა ის თუ რაც აწუხებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც არ მოსწონდა თავის თავში. ახსარება თქვა, ეზიარა და მე რამდენიმე ხნის მერე კიდევაც გარდაიცვალა. რატო ვამბობ? რომ აი ეს წარდგება ღვთის წინაშე როგორც მონანული ადამიანი. მაგრამ სხვა შეიძლება მთელი ცხოვრება აი ღვთისნიერად იცხოვროს, მაგრამ ბოლოს გადაუხვიოს ამ გზიდან. და აი 1000 ურჯულოებაში ჩავარდეს, აღარც ნანობდეს, წოდებს, აღარც ახსარებას ამბობდეს და აი ამ დროს მოუწიოს გარდაცვალება. ეგ ნიშნავს, რომ ღვთის წინაშე მოუნანიებელი წარდგება. და რადგან ადამიანმა არ იცის, როდის დადგება აი ეს ბოლო საათი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აქ რომ საათი არ ქონოდათ, ჩვეულებრივი საათი და ქვიშის საათი რო ქონოდათ. აი ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს ქვიშის საათი. ერთხელ მოусმინე მამა თეოდორე ძალიან საინტერესოდ ამბობდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს იყოს ქვიშის საათი და აი დანიშნულია და გვითხრა, რომ ბოლო ბურთულა რომ ჩამოვარდება, მაშინ დამთავრდება თქვენი შრომა. ამათ რო უთხრას. ჩვენ შემთხვევაში კიდე მაშინ ამოიწურება შენი ცხოვრების დრო. ოღონდ აი ეს ზემოთა მხარე დაფარული რო იყოს, ჩვენ ამ ზემოთა მხარეს რო ვერ ხედავდეთ. ანუ ნიშნავს, რომ ბოლო მარცვალი როდის ჩამოვარდება, არ ვიცოდეთ. და მართლაც ვინ იცის, როდის არის ჩვენი ცხოვრების ბოლო დღე? არავინ არ იცის. ამიტომაც წმინდა მამები ასე ბრძანებენ და გვარიგებენ, რომ ყოველი დღე ისე გაატარე, როგორც ბოლო დღეს გაატარებდი. რატო? იმიტომ რომ თუ ამას ღვთისნიერად გაატარებ, შენ ძალიან დიდი სიხარული გელოდებ. მაგრამ რადგან არ იცი რომელია ბოლო დღე, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა გაატარო როგორც ბოლო დღე. მე არაერთხელ მithქვამს და მოდი აქ კიდევ გავიხსენოთ ერთი ცოტა სახუმაროც არის. ერთ-ერთ ჩვენს ნათესავთან ვიყავი და იქ გავიცანი ერთი კაცი. და მეკითხება ეხლა, მამო,
ჩვენო ღმერთმაო ერთი დღე მოგცა დალევისთვის. ერთი რომელიღაც დღეო და რომელია ეგ დღეო მე მეკითხება და მე ახლა დავფიქრე ან აღდგომას ხო არ გულისხმობს ან ქრისტეშობას ან რამე დღესასწაულს და რო ვფიქრობდი ესე იგი გამოწყვეტინა ეს ფიქრი და არც თქვენ არ იცითო რომელიაო და არც ჩვენ არ ვიცითო ამიტომ რო არ გამოგჩესო ყოველ დღეს ვსწავლთო რომ ის დღე არ გამოგჩეს ღმერთმა რო გითხრა ამ დღეს დალიეთო და რატო ამბობ ამ კაცმა ძალიან დიდი სულიერი სიბრძნე თქვა რომ ჩვენ ვიცით ერთი დღე რომელი დღის ღვთისმიერად გატარების შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი სიხარული გველოდებით ეს არის ჩვენი გარდაცვალების დღე მაგრამ რადგან არ ვიცით რომელია ეს დღე აი იმ კაცის სიბრძნეს თუ დაუჯერებთ ყოველ დღე ეგრე უნდა იცხოვრო და გელოდება მარადიული სიხარული ეგრე არ არის